სალამი მეგობრებო, მეორე ვიდეოს ვამზადებ და გადავწყვიტე რომ განახოთ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოკლედ. ვიყავით ქალაქ მარტინში პირველ ვიდეოს თუ უყურეთ მიხვდებოდით და გაიგებდით რომ ჟილინასთან ახლოს ცხოვრობთ და ნაკრებთან ქონოდა მაქსიმალურად ახლო და მჭიდრო კომუნიკაცია. ბოლო თამაში ჯგუფური ეტაპის გვაქვს ტრენჩინში, ჟილინასთან სადღაც საათ ნახევრის გზა არის და მოგვიწია აბარგება და გადავდივართ ახლა იმ ქალაქში, გადაგვაქვს ბარგი და ზოგადად მანდ ვიქნებით მოკლედ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზე. ხო ამბავიც არის ახლა საწვავი უნდა ჩავასხა. ჩალაგებულები ვართ ჩათვალე და მივდივართ ტრენჩინის მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება მოკლედ მაგ მატჩის ამბებს მოგიყვებით. და იმედია მოვიგებთ რა ვნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, ყველაფერს ნახავთ ამ ვიდეოში. არხი გამოიწერეთ, ძალიან ვთხოვთ და ხო რავი, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, კომენტარი დაგვიწერეთ, თუ არ მოგეწონებათ, მაგაზეც კომენტარი დაგვიწერეთ და მოკლედ მჭიდრო კავშირი გქონდეს ერთმანეთთან. წავედით. ბლოგში უნდა ჩაქსვა და მოყევი სანამ ვიდივართ. ვიდივართ მარტინის და სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმში. რა ხდება არ ვიცი, იმიტომ რომ გოგამ დააჩადები და ანზე რა ვარ რა ხდება შიგნით. მარიამ მესხს ვხდი ბოდის. კიდევ ის გამომიხდი ბოდის. იმიტომ რომ მოვედი და დაგედილი არის ჩარაზული არის მეგობრებო. 1 კილომეტრი თაკარამზეზე პატარა მარიამი და ვხდი ბოდის. ისაღებია. ყველა ჩვენი არის. ერთი სადინებელი. ო. კიდე არის. ეს მეორე პოზანა. ისაღები? არა, საძინებელი. მეორე საძინებელი. ეს არის ჩემი? თუ შენი არის? არა, ნახოთ. ეს არის ჩემი? კი. ჩემი. ხამეშარინასთან განათება რო აკანა. იმენა განათება დავხდა. სამზარეულო. Good. მარია მოდი. ახლა? აგერჩები მე. ეგ არის ტრენჩინში ჩვენი სახლი, მოკლედ მეგობრებო და აქ ყველაფერი კარგად არის და იმედია ხვალთ ამაზეც ყველაფერი კარგად იქნება. მატჩის დღევშვიდობისა მეგობრებო, დღეს უკვე ტრენჩინში საქართველოსა და პორტუგალიის უსაწყლო თანაკრებების შეიძლება ითქვას ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში გავდივართ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან. დავმარცხეთ ეს იქნება ბოლოდი ევროპის ჩემპიონატიდან და იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯგუფიდან ვეღარ გავალთ, ამიტომ იმედია ყველაფერს გავაკეთებთ დღეს, როგორც მეხუთელები, ასევე გულშემატკივრები. და რავი, ვინც აქ ვართ, მოკლედ საქართველოს აქომაგოთ და ჯგუფური ეტაპიდან გავიდეთ. მოკლედ დღეს რა იქნება? იქნება სტანდარტულად კომაგების მსვლელობა, იქნება მატჩიდან გამორჩეული მომენტები, ასევე ველოდები რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომელიც უკვე წაში არის ბრატისლავაში ჩავიდნენ და ნელ-ნელა ჩვენსკენ დაიძრებიან. ამიტომ ბოლომდე უნდა დარჩეთ.
ადგილას მივდივართ. რომელსაც დიდი მანძილს გამოდივართ ამას ზემოდან დაემატა ის რომ არის აი უშველებელი აღმართი და ამოვედის და აკეთელია რეკონსტრუქცია გვაქვს. მე ვცდილობ ხალხო განახოთ ყველაფერი რაც კი შეიძლება ტრენჩინში მოინახულოთ, მაგრამ რა ვქნა. მარიამ კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ხა წაგიყვან მაგარ ადგილას. და იქ ხებახია. აურა ლამაზი ხედია. განსაკუთრებით ეს მომეწონა. საქართველოში საერთოდ ხედავს. მშენებლობისას. გაიხარეთ, მადლობთ. მოვედით შეკრების ადგილას, სადაც ქვამაგები იკრიბებიან და ცვლილობა უნდა გაიმართოს, მოკლედ მაგ ნაწილს ახლა გადავიღებ და შემდეგ უკვე მათზე გადავერთვები. სტადიონის ტერიტორიაზე ვართ უკვე მეგობრებო, მივდივართ ჩემს ადგილზე. საიდანაც ვეცდები საინტერესო კადრები გადაგივართ და გაჩვენეთ. ვიღაცა სლოვაკი ბაბუა შემიჩნდა დროშა მომეციო გადავკიდოთ და მაგ კადრებს შედავდით ახლა თქვენ რა. გამოდია ქართველი და პორტუგალიელი ფეხბურთელები. დაიწყო მოკლედ პირველი ტაიმი მეგობრებო და ვარ ქომაგებთან სანდალ. ასრულდა პირველი ტაიმი, მე-4 წუთზე კაცი გაგვიგდეს. პლუს მე ხარატად შეცდა და მოკლედ გაგვიტანეს გოლი და ვაგებთ 1-0. წინ მეორე ტაიმია და ნახოთ აბა რა იქნება.
საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. პორტუგალიასთან გაგვიჭირდა ძალიან 10 კაცი თამაში. დავმარცხდით 4-0. რა ვიცი, მადლობა ბიჭებს. საინტერესო ჯგუფური ეტაპი იყო. ხო, მოლოდინი ალბათ მეტი გქონდა როგორც გულშემატკივარს, თუმცა რა ვიცი. მოკლედ ბრუნდებით სახში. ცოტა ხასიათის გამოსაკეთებლად დაგიტოვებ ბრატისლავაში ყოფნისას გადაღებულ კადრებს. მე ძალიან ხასიათებს ვარ ამ ბევრი ლაპარაკიც მოკლედ არ მინდა და შეხვედრამდე.